გამარჯობა, ვინც არ იცით, ეს არის სრულიად უნიკალური ადამიანი, კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, მე კი მარი ბოლქვაძე. დიდი მადლობა ყველას. დავიწყოთ, რა თქმა უნდა. ტრადიციულად. ხო, ჩვენი page-ით, კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, გვერდით. Like გვერდით. Like გვერდით. მოწონების გვერდით. მოწონების გვერდით. წინა challenge-ი, რომლის იდეაც მოგვაწოდა ჩვენმა მაყურებელმა და ჩვენი გვერდის მომხმარებელმა იყო ესეთი, როგორი კომპლიმენტი არ უნდა უთხრა გოგოს ამ ბიჭს. ნუ ძირითადად მე და ილო თვალი რასაც გადავავლეთ და რისი წაკითხვაც მოვასწარით. ნუ რამდენიმე რა თქმა უნდა გამოგჩემთ, რომ ძალიან ბევრი მოდის და შეიძლება ვერ ვასწრებთ ხოლმე. დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ვიხარისეთ, 1 საათი ვიცინოდით ძალიან ბევრს. და იქიდან ამოვიღეთ რამოდენიმე და აბა წაიკითხე. და გაგაცნობთ, ესე იგი, როგორი კომპლიმენტი არ უნდა უთხრა გოგონას. უკნიდან გიყურებდით და საიდანღაც მეცნობით. ხო მაგარია ზა. რა ხარ შეჩემა, ხო ხარ ვოლკივით. გოგოს რომ მაგასეთ. ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან ლამაზი, აი ძალიან მეგობრული და ბანკში თავდებათ ვერ დამიდგები. ამ ბიჭებს მინდა უთხრა რა იცი რო ეტყვით რომ ძალიან საყვარელი ხარ, მართლა ესეთი ხარ და ნახე რომ მართლა ხო განიხილე შენს მიმართ ხო სერიოზულად. დადებითად. ეგრევე რატო ეუნებიან ხო ძალიან იწვევი მაგ დროს არა? მე დაველოდებოდი 1-2 საათს და მე ისე ისა ბანკში მიდევდა და თავდება თქო, უკროგა ბუნებრივად გამოვა. მე რავი ეს ჩემი ანუ და გაიყოლო ბანკში და იქ უნდა უთხრა. იმას ვარ რომ არ უთხრათ მეთქი და უთხარით მან მეერე. ხო, ფაქტის წინაშე უნდა დააყენე ბანკში. ეგ არ გიფიქრია? უნდა უთხრა რომ გამომყევი რა ხე ბანკში საქმე მაგ და ფაქტის წინაშე უნდა დააყენე. თავდებია საჭირო გოგო ინფორმაციას თავდებია. ხო. აკირა კიდევ ჩემი გახდები ან მე დაგიცავ ეს ფრაზა მე არ მომწონსო და არ მწმე სიამოვნება ვიღაცამ რომ მითხრას ბიჭმა გამოგზავნო თუ გოგომ ისე ბიჭს ვეუნე მე შენ დაგიცავ ისე მართლა გეუნები ჩემი ერთი ახლობელი არის დაცვა ჭირდება და ხო და ერთი გოგო იყო რომელიც დადიოდა ძალიან დიდი ჯიპით რა და უყვარდა რაღაცა მოჰამერო ჯიპი იყო და ამ ბიჭს უყვარდა ეს გოგო ეს გოგო ერთხელაც მეუბნება რომ მომწონდაო ეს ტიპიო რა ყველანაირად რაც კაიროზე იყო მაგრამ ერთხელაც რა ისე რომ იდიოტი და სახში უნდა დამეტოვებინო რა ნუ სახში ტოვებდა ხოლმე რა და უცბად მეუბნებაო რომ რაღაცა კარი გააღოდის რაღაცნაირ თვალებით გადამხედა და მითხრა რომ შენთან ძალიან დაცულად გზნობ თავსე და წავედა და იმის მე აღარ მინახიაო თავისთავად ცუდი ხო არ არის მაგრამ რაღაცა ის არის რა ეგეც შენთან ძალიან დაცულად გზნობ თავს ეს აქ უნდა მიედო თავი რა გინდა რა ხო და ეს არ ვიცი ბიჭი იყო თუ გოგო გოგო კი კიდევ შემდეგი პირველად ბოზებში რომ ვიყავი ის გოგო შემიყვარდა და მიყვარდა მანამდე სანამ შენ გამოჩდებოდი სულ ორი ადამიანი იყო ერთი ის ბოზი რომელიც ნახავდა და მეორე ეს იმ ბოზის მე მართლა არავინ არ ყვარებია მე მაინტერესებს ინტერვალი რამხელარი ამას შორის 15 წელია ვერ ვივიწყებ დინდეს და შეგნახი თო ტანო ტატანო და რაღაცები და რასაკეთებდა ის 15 წელი მაინტერესებს კაი მე და ნუ კიდევ ეს რამდენად შეიძლება კომპლიმენტად ჩაითვალოს ვა გუშინ კუზანოვთან იყავი აქ ორი ო რა ლამაზი ცხვირი გა გუშინ კუზანოვთან ხომ არ იყავ ამას კომპლიმენტად ვიღებს ვიღაცა არა ეხლა თუ არ გაკეთებული ოპერაცია და ამას გეტყვიან არ ვიცი რა რეაქცია მქონდეს ვა კუზანო ესე მოდი აი მე ერთ-ერთი გწერს კიდევ ერთ ტრეინინგზე ვიღავიო და ვორქშოპის დროს ისეთი კომპლიმენტი მივიღე რომ ესეთი არასდროს ამსმენიაო რაღაც წრე დავხაზეო და კარგად დამეხაზე ეს წრეო და ბიჭმა მითხრა ვა გოგო შენ გოგო ხარ თუ ფარგალიო მე ვიცოდი ეგეთი გამოთქმა რომ ისე ფარგალივით ფეხები ქონდაო ამბობ აი ფეხებამდეც მივარა არის ერთ-ორი საინტერესო უკაცრავად დედა თქვენ სიძე არ სჭირდება? ეგ არის? აი ეგ არის რაღაცა. მაგასი ჯობია. კიდევ გოგონა თქვენ ძალიან ლამაზი ხართ. ლამაზი გოგონები კი უნდა გავამრავლოთ. ეს იცი ვინ არის? დარწმუნებული ვარ თაკოსნაირი. ხო. ლამაზი ხართ. ლამაზი გოგოები კიდე უნდა გავამრავლოთ და როგორ მრავლდებით? რა განა ხო? აი ეგ არის ეგ. დარწმუნებული ვარ.
ქართველები ბევრი უნდა ვიყოთ და რაღაცებს. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი აქედან, ნუ რა ფეხები გაქვს ერთი მეორეზე უკეთესი. აკეთა ბევრად ჯობია შენ თავს ვიცავ. კარგი და ნუ კიდე გოგონი რა ლამაზი ხარ. რა იყო მამაშენ შარვალში ფუნჯიუდე? და ამისი უფრო უხეში ვერსია არის, ალბათ მე ეს ამოიწრება, ამისი უფრო უხეში ვერსია არის. რა არის მამაშენ ხონა თუ ფანქა? და კიდე ძალიან ბევრი გწერს თბილისობაზე. ახლოვდება რაღაცა ხართ თუ არა ნამყოფები თბილისობაზე, თქვენი მოსაზრებები გვაინტერესებს ძალიანო და თბილისობასთან დაკავშირებით, ხო? რა სიტყვით თბილისობაზეო, კითხეს? ხო. ძალიან კარგი. რა სიტყვით თბილისობაზეო? ნუ რა ვიცი, მე გამახსენდა რა ეხა ერთი-ორი რაღაც ძალიან ფრაგმენტულად. მაშინ მე ახლა ჩემი პირდაპირ ის არის, მოვალეობა და ლაპარაკი მე ვიტყვი მაშინ ახლა როგორც ყოველთვის და გეტყვი რომ ისე მე მახსენდება რაღაც სერია მაგალითად მწვადი ნუ ყველა ვარიანტში თბილისობა და მწვადი ისეთი მე ხა რატომაც ბოლო დროს სპორტის სასახლესთან უფრო არის ხომ ეს მწვადის სუნი და რაღაც ხო გაბუღულია მთელი ტერიტორია და ადრე იყო იქამ სადაც იყო ნარიყალაზე რა და ნარიყალაზე იყო ეგ მე მახსენდებოდა კიდე ნუ რაღაც მამალოები ეხა ვიშიფრები რომ ძალიან დიდი ვარ ასაკით არა მეც მამალოები და უცნაურია მაგრამ ყველაზე ძალიან ასოცირდება თბილისობა ერთ კაცთან რომელიც ადრე თბილისობა ჩატარდებოდა ხოლმე ყველა ამას ელოდებოდა რა რო აი ხა გამოვა კაცი რომელსაც ქონდა მობმული თოჯინა არ ვიცი ვინმეს გახსოვთ თუ არა ეგ და ამ თავისივე მობმულ თოჯინას ეჭიდავებოდა რა და ამას ელოდებოდა ყველა რო აი ხო ბავშვები ამოდენ ისა დედიკო კაცი თოჯინით როდის გამოვა როდის იჭიდავს ხო იცი ეგეთ რა ან წახوار წავსულიყავი და მაინც აი ცოტა ხანს და გამოვა თოჯინიანი კაცი არ ვიცი რატომ არა ეს იყო მართლა იყო რეალური ადამიანი იყო დედასპიცა რომელიც ამას აკეთებდა საკუთარ თოჯინას ეჭიდავებოდა და ეს იყო რაღაცა გრანდიოზული შოუ რომელსაც მაშინ შევყურებდნენ ხოლმე და იმის მერე სხვათა შორის დიდხანს არ მივილია მაგრამ რაღაცა შეიცვალა ხო იცი კი ეგრე იმ თოჯინიანი კაცი მე არ მახსენდება და შენ პირველში სოკოლოვიც კი მახსენდება როგორ აცხადებდა თბილისობას ანუ ხო და კიდე რა არის მაგიშე მეკცვლებები არის კი არის და მაგაზე მიდოდა ეხლა მე თქვა რომ მე სააკაშვილმა ნუ შევარდნაძის დროს რაღაცები შეიცვალა და მე იყო რა რომ სააკაშვილმა რეიბეკა ფელამუშები გრანდიოზული გიგანტური ხაჭაპური გიგანტური ფელამუში იყო ესენი ხო გააკეთეს ამ ერთ-ერთი სახალხო სადილი იყო ხო მე ყველა ერთად ჭამდა ხოლმე ხო და ეხლა რომ გააკეთო მიფიქრე რა იცი აი იდეა გაქვს ამ თავრობამაც რაღაც უნდა შემოიტანოს სიახლე ხო და მაგალითად რომ გააკეთონ გიგანტური შაურმა მე მგონი ძალიან აქტუალური არის ხო ეხლა ყველა ძალიან აქტუალურია კი რაც უფრო ჭამენ ახლა მწვადს უფრო ხშირად ჭამს ხალხი თუ შაურმას გეძახმებ და წარმოვიდგინე ოღონდ ეს როგორ უნდა გააკეთოს ნარიყალადან ფილარმონიამდე რთული არის ცოტა ძალიან რთული სწორი ადგილი არის რა ძველი მერიიდან რო იყოს სადღაც ფილარმონიამდე არაჩვეულებრივია და ნაწილი აქ რო დააყენო ნაწილი და დაიწყონ ჭამა და ერთმანეთს შეაყენო და მე გადაიღონ სელფები ნაჭამი ხო ძალიან ისეთი მაყოფილა ვიცხოვრობს რუსთავაზიან თავისუფლებაზე და ტაქსით მიდის თქვა სახლში და ტაქსისტი რო გეუბნება ბოდიშე მე მაქსიმუმ შაურმამდე მიგიყვანო დღეს თავისუფლებაზე გამიყვან რა ვიცი მაგ შაურმამდე მიგიყვანდა რა შაურმამდე და გადაკეტილია შაურმა გადაკეტილია რო ვერ ხვდები ან რაღაც უცხოელის რეაქცია წარმომიდგენია ხა ირანელები და თურქები გაგიჟდებოდნენ სიხარულისგან ახლა შაურმა თვითონ თავის დღესასწაული ეგონებოდა ფოტოებს გადაიღო ეგეთი რამე იქ არ მომხდარა თუმცა ეგეთ ნუ ისინი აქ გიგანტური არა მაგრამ შაურმა მე კიდე ბავშვობაში მახსოვს ბორა გადაიწყო მთელი გპ-ის უნივერსიტეტის სტუდენტები რომ მოვიდოდნენ და დაიწყებდნენ კიდე ყველა თავის კოლკოლით რომ ორბის იყოს შაურმის ხოთა შორის აი ხა ეგ ისეთი შემთხვევებია ხოლმე როცა ყველაზე ხშირად ყველაზე ბევრ ქართულ მთვრალ გოგოს ხედავ ხო ძირითადად მაინც ხა ერიდებათ ხოლმე სიგარეტს ყველა არ ეწევა ხო ქუჩაში მაინც გოგოებს აქვთ ხა რიდი ზოგს კლუბებშიც უფრო ნახავ ხომ თვალებს და ხა ეგ მაგ დროს
ასე იგი მასშტაბური ისინი როცა ტარდება შაკირას კონცერტი თუ მაგალითად ან ოღონდ ეგეც დღესასწაულია ჩვენ და ამ დროს ხო ნახულობთ მაგრამ მე თვრებიან აგრესიულები ხდებიან კი ეგ პრობლემაა მაგრამ ისე აგრესიულები ხდებიან ქართველი გოგოები როცა თვრებიან აი უცნაური მომენტია რომ შემიდარებია რუს გოგოებთან რა აი რუსი გოგოები სულ რუს გოგოებს რა ატარებ რაღაცა ის გაგხვეში ყველა ჩვენი ნაკლი ყველაზე ახლოს ნაკლია კაი ხო და ის რა ქვია ის რომ სულ რუს გოგოებს ვადარებ და როგორი რამე არის რომ რუსი გოგო რომ მოდის ეგრევე ხო პირდაპირ გეუბნება რომ ой это такой красивый ან ой это такой сексуальный რაღაცას გეტყვის აუცილებლად პირდაპირ კომპლიმენტზე გადადის ხო და ქართველი გოგო ეს მოდის ხო ანა შენ მე ვერ გიტან მე ვინგონია შენი თავი ოღონდ რეალურად ორივე ერთი და იგივეს გეუნება რა ისიც იმის რასაც გეუნება იგივეს გეუნება ეს უბრალოდ ეს შეჩვეულია რა ფორმა აქვს სხვადასხვა ეს დაახლოებით ის არის პატარა ბავშვები რომ მე კლასში ქაჩავენ გოგოს და რომ მოწონთ ახლა გოგოები აკეთებენ პირიქით პრინციპში ანუ რჩებათ ეს ბავშვობიდან მოდი კი მაგრამ ესთან ესე რომ გეუნება ამ ყველაფერს ხო მე შენ ვერ გიტან გიჯდე რომ გიჯდება შენ ხო იცი ვისი და ვარ კაი გადადი ჩემგან გამანებეთა აკროაწერია რომ მზად ვარ რამდენიც არ უნდა გლანცოს იმისთვის რომ დადგა სტენკა შემოსასვლელში კორექტულად გიპასუხე აქანე დავდგავ სტენკას კაი ისე არ შეიძლება კაცო რო დათვრები ხო ყველაზე არ მაქვს ლაპარაკობ რო დათვრებიან მოვიდნენ და თქვან თუ მოწო ხო შეიძლება გოგოსაც ბიჭი მოიტანოს და თქვას ხოლმე ესე კი შეიძლება და მე მგონი ამბობენ უკვე არ არის ამის პრობლემა ხლადამასეც არ არის მაგრამ ისეთებიც არიან რომლებიც მე თქვი აი გადავიდეთ შემდეგ თემაზე კარგი შემდეგი თემა რა მოგწერეს რაზე გვირჩი ეს საუბარი აი ხო ეკა ბესელიას ინგლისური всё საკმარისია არაფერ აღარ უნდა თქვა ახლა ანუ ვინც არ იცის ევროსაბჭოში გამოვიდა სიტყვით და სიტყვა წაიკითხა ინგლისურად იციან აბა ეკა ბესელიაზე კი არ გაეცინათ უბრალოდ ეკა არა გასაგებია მაგრამ ხო ანუ ჩვენ ხო ვიყურებენ კიდევაც თუ გამავიწყო ხო და მაგასთან დაკავშირებით მე რაღაცნაირად ესე ბევრი აზრი მოვისმინე Facebook-ზე ნუ ცალსახად ყველა ასე ვთქვათ ჩემ აკრიტიკოს მე რაც ვნახე რა რომ იმეს რა ინგლისური და როგორ შეიძლება დასრულდეს ნუ ვიღაცები იცავდნენ კიდევაც ოღონდ ისინი ვინც იცავდნენ ისინი ცამოდნენ კი საშინელი ინგლისურით ლაპარაკობს მაგრამ მე ანუ ერი შეთანხმდა იმაზე რომ ცუდად ლაპარაკობს თუმცა ის ვინც იცოდა და არ იცოდა ინგლისური მართლა ყველამ რაღაცა კრიტიკის თვალით შეხედა ვინც არ იცოდა იმან მით უმეტეს Facebook-ზე ეს ვითარება ინგლისურად რომ ვიღაცამ არ იცის ინგლისური და ხვდება რომ საშინად ლაპარაკობს ინგლისურად რა მაგრამ ეგ იყო ეკა ბესელიის შემთხვევაში მე ვიღაცამ ისიც ხვდა ის ნაწერი ქართული ხო ვითომ მაგრამ ეს არ ამგონია რომ რაღაც ის ორიგინალი ძალიან ძვირად გაიყიდება როდესაც ოდესღაც კი ხო და მანდ ერთი რამე არის აი მაგალითად ნახონ ხოლმე იგივე ევროპარლამენტში და ასე შემდეგ სხვები როგორ გამოდიან ხოლმე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები რა ყველა ესე გამოდის რომ the time of the right ყველა ეგრე ყველა ლაპარაკობს აი ინდოელები ლაპარაკობენ ძალიან უცნაურად თუ მოხვდნენ აბა როგორ მე ჩვენ რომ მაგ შეიძლება თქვან და this is the very important thing to get you this is very hard to make the decision Indian people are always in the freedom და ნაკლებია არა კიდე იტალიელების მომისმინე კიდე ისეთ ძალიან სპეციფიური აქცენტია იტალია it's not very important to do this აი ხომდება არის აქცენტი და რატო გონია მარტო ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ესეთი ანუ რუსების საერთოდ საშინელი აქცენტი აქვს რუსების საშინელი აქცენტი მე არ ვიცი თან ესე ძალიან რატო გაგვიკეთდა It's a very Russian Federation and the Putin president is too ready to destroy all the Ukrainian people და აქ კიდე უცნაური რა არის რატო გაგვიკვირდა ესე ძალიან 20 წლის წინ 15 წლის წინ ხო ყველა ესეთი აქცენტის საუბრობდა ინგლისურად მასშტაბლებიც კი რომლებიც ინგლისურს ასწავლიდნენ სხვადასხვა სკოლებში, იგივე აქცენტი, რა ვიცი, მე არ ვიცი. მე კიდე რაზე ვიცი, რომ ეგ ეგრე არის კი, რა თქმა უნდა, ძველი სკოლა ეგრე ასწავლიდა ხოლმე საბჭოთა დროს, ეგეთ ინგლისურით ლაპარაკობდა ყველა როგორც ეხა ბესელი. ეს რო იწყებდნენ. ის არის გამონაკლისი არის მარტო ალბათ გელა ჩარკვიანი და ნუგზა როჰაძე, რომელსაც მეყავდა ხოლმე მოამბეს ისი ამბობდა ხოლმე, რომ ეხა ხდება CNN-ივით რა, მოამბე. ხო და ეგეთი იყო, მაგრამ დანარჩენები ყველა ეგრე ლაპარაკობდა კი. ისე მე საერთოდ დაკვირვებული ვარ, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც მაგალითად სხვა ენაზე ლაპარაკობს, ხო. შენ გინახავს ეგეთი მეორე თაობა, ანუ უფრო ჩვენ ხო ვილაპარაკეთ 15-20 წლის წინ რა ხდებოდა. და არის კიდე ახალგაზრდა თაობა, პატარა, რომელიც ზოგი გაიზარდა უცხოეთში. კი. და თქვათ, აქ
იყო მაგალითად, წავიდა ქუთაისიდან ვთქვათ რა, ან წავიდა ბათუმიდან საიდანღაც და იქ იცის ახლა და რომ ლაპარაკობს უცბად ლონდონში რომ შეხვდები ეგრეთ და რომ ამს James this was a fucking nice. It's not in the first time you're going to make it work. ეს რომ ლაპარაკობს და რო გონია რომ აი უცბად რომ I'm from Georgia და ქართველი ხა კი ჩემი ძმა შენეთ? რავი თუ ჩემები დრო დონში რავი 10 წელი ახლა. ცოტა რაც გეუცნაურება ხო ხდები და ეგ რა. ან მაგალითად იგივე შეიძლება იყოს ხო რა ვიცი. მაგრამ ზოგი არის კიდე რა. სხვათა შორის ახლა დევიდ ბექემი ხო რომელსაც რომ მოусმინა ხო გეგონება რომ ახაც გონია რომ არის თო მაგარი ინგლისელია ხო და მაგარი ინგლისურით ლაპარაკობს მაგრამ ისე რომ ვიცოდეთ ხო ეგ არის როგორ იცი ახლა ინგლისში მაგის ლაპარაკი იცი როგორ ისმით რომ რავი მე ვიყვანეთ ცოლად ვიქტორია იქ და მე და წავა ამ ბორჩები გავაკეთე პაცა ფულს ახლა ლოს-ანჯელეს გალაქსში და ჩამოვალ მართლა ეგრე ინგლისურად ლაპარაკობს და დაახლოებით ეგრე ისმის მართლის ეს რა ხოდა ну ეს ნორმალურია ეს შემოგვიდგა ინტერნეტში იყო გახსოვს გავრცელებული ძალიან ის ვიდეო გერმანულად რო საუბრობთ თარგმანი და კიკბოქსიერის ვიდეო ეს ეროვნება იმას ის როცა ლაპარაკობს როცა ამის ნათქვამს უთარგმნის და sehr eine Zukunft gesagt mit einer 20 Minuten gebrüten gelassen და უცბად როგორ ამოდა შენ აი ყველაფერი თავიდან და პლანეტუ შემეძლო ყველაფერი ვქენია მე ავდექი და დავაგდოს და ხან კი სტრატეგიაზე ვფიქრობდიო მაგრამ მე ისე ვიქნა შევადი პოდა და რაც თავარი რა პლასტიკაც კი ეცვლებოდა რა გერმანულად ლაპარაკობდა და ქართულად ესე მოხდა სხვათა შორის კიდე ერთი მომენტი მე კიდე ერთი ისე მომიწევს რუს გოგოებთან დაბრუნება ბოდიში დაბრუნდი და ეხლა არის როგორი მომენტი კიდე რომ მე მინახავს როდესაც უნდათ რომ ინგლისელებს ან გერმანელებს მოუყვენ ისა ანეკდოტი რამე და დაკვირვებული ვარ რომ ენა ის შეიძლება მართლა ძალიან მაგარი აქცენტი ქონდეს ადამიანს გერმანულად და უყვება იმას და უნდა და ეუნება კახურ ანეკდოტს უყვება რა მიხოზე და მიტოზე და ეხა ვერ უყვება რა მითოსეს ხო არის თქოს რაღაცა და ემართებათ რა იცი ეს რომ ისა რა ქვია Micho is coming. En Mito sagen, dass du eingeboten. Das Michoset, eine Warte schwachte Sache. Das eine Lachen gesagt mit einem Mittwoch. Wir spüren, ja. Heute sind Ro agzნობინა კახური რა. თუ მე რა გიძელებს ისევ სუფთად საუბარს იმენაზე. ხო, მე ისევ ჩოლებოთ დასვა და სენგონა რა. იდე არის მაგალითად ისა. რუს გოგოებს უბრუნდებოდი. რუს გოგოებთან რა მემართება რა, დაკვირვებული ვარ და რუს ბიჭებს თუ ველაპარაკები, ან მაგალითად თუ ბავშვს ველაპარაკები რუსს, საერთოდ ისე, ნორმალური აქცენტი მაქვს ხოლმე რა, რომ რაღაცა პაშლი, там ისე ვაკვირდები და მართლა უთქვავთ, რომ არ გაქვს ცუდი აქცენტი, მაგრამ როგორც კი რუსი გოგოა, ეგრევე მერთვება здравствуйте. რატო ვერ ხდები? რამდენჯერ მიფიქრია, რომ მეთქი, მოდი რა, ერთხელ აღარ ვიზავებ რა და მაინც როგორც კი Ой, привет, здравствуйте, девочка. Вы такая красивая. Ну, ты мне помнишь, вы такая красивая. Не знаю, я здесь хотите, хотите провожу. Это хачапури хинкали ძალიან ჩვეულებრივის მემართება. რაღაცა მიმინოს კომპლექსი. გონია რომ ეხლა შენ რა გონია რომ სოსო პაულიაშვილი 20 წელია იქ არის რა ვქო რუსეთში და ნორმალური აქცენტი არ შეიძლება. ხო, რატო ვერ ისწავლა? იმიტომ რომ რა არის, იცი რუს გოგოებს მოწონთ აქცენტი როგორ. შეიძლება როგორც კეთებს здравствуйте, девочка, ისინი სიმკაცრეს ცნობენ რა. Извините, пожалуйста, девочка, და ხოთი აი არც მოიხედება წავან და ეგეთი ბევრია, ასეთი ცოტა. მოწონთ. ეს აქცენტი მოწონთ. ეხლა წამოდგინე პავლეშინო მღეროდეს ждёт тебя грузин. ხო არ იქნებოდა, ждёт тебя грузин მოწონთ ეს გამიგე. ეგრეა. ხო ისეა. კიდევ რა იყო საინტერესო რა შემიძლია გითხრა და რა შეგიძლია გითხრა ინგლისურად დაკავშირებით. რაღაც პროგრამა რა გახსოვს Teach and Learn with Georgia. ეგ რაღაც იმასაც მაგრამ ილონა დავიდოვა გახსოვს? ინგლისურის მეთოდი ილონა დავიდოვას და კი, გამახსენდა. ხო, გახსოვს იყო ეგეთი რაღაცა აუდიო ციგნებით სწავლობდი და რაღაცა. ეს შედასაწყისი ამ პროგრამას რო დაუბრუნდეთ. ხო. რო დაუბრუნდეთ, სხვადასხვა კუთხეში ნაწილდებოდნენ. ხო, ზოგი კახეთში იყო. პროგრამის სახელი კიდე ერთხელ თქვი, რა ვერ გავიგისტო. Teach and Learn with Georgia. ნორმალური აქცენტია? თუ ცოტა. აი, როგორ კონდა დაიცინებოდი როგორც ეკაბესელია. კარგი. და ეს ხალხი ხო ნაწილდებოდა ზოგი თელავში იყო, ზოგი ქუთაისში, ზოგი რა ვიცი, ზუგდიდში იყო, ხო? და ნუ ქართულს ახლა სწავლობდნენ, იმიტომ ერთი წელი უწევდა თუ უფრო მეტი აქ. გაცვლითი პროგრამა იყო. ხო, გაცვლითი პროგრამა იყო. და ქუთაისში ასწავლიდნენ, ან კახეთში ასწავლიდნენ. ინგლისურს, კახელს ასწავლიდა ინგლისურს და კახელი ასწავლიდა. ხო და ნუ ოჯახებში ხო იყვნენ და ეს ხო სწავლობდა ქართულს და ეგონა რომ ქართული იცოდა.
ხო, არა, ქართული იცოდა, როგორ იცოდა ეგ არის საინტერესო. ხო შეგვხედრია ვინმე. კი, არ ყოფილა ეგეთები კაცო, რომლებიც ამდა I know George. იგივე არის რაც მაშინ მოყვა დაახო, თქო პირიქით. Yes, I know George და რა და ირავი აბა ინგლისა მოვიდა. დედა მოვიდა ძველი ბოგირებით ახონა თავი გასწრებული მეოთხარი ვიდეო რა იყო რა პუგაჩია მაგი დედა ვაპირე და ესე რო გიყო. ამიტომ ინგლისელი რა და მე ძალიან არისტოკრატიული მეთვალწე. ყოფილა. მაგრამ ჩავიდა და ქუთაისში იქ ხო იცი როგორც ეტყოდნენ რა ვიცი წავედი ტოპ შეაწყვა გროვის. რაღაც ფრაზებს აპარებენ მე მგონი ეუნებიან ხოლმე რომ სამას ნიშნავს. თან ქართველებს ხო უყვართ ხოლმე რა ის რო ეტყვის რომ აი მაგალითად როგორ არის how to say eat ანუ გეუნგო განიშნებ საჭმელი და ჩათალახი. მე ის ტიპი რომ მივადა მე მინდა ჩათლახი და მინდა ისევე გენი ასწავლე თქვი გასახმობები. რაც ეგეთი ზანხშილია ხოლმე მაგით კაი. მე მახსოვს ერთხელ ფეხბურთელი რო ვიყავით ჩავედით საფრანგეთში ტრუას ვეთამაშებოდით და ესე მივიდა ტიპი და ისე რაღაც კაცი დაგვხვდა რაღაცა და bonjour très bien on se les trois stadium რაღაცა ვითხრა და ის მინდა და ჯერ ის მაინც ცოტა დაიზმე საიდანაც ოდრონდა იმას ქართული არა ცოტა შეეშინა მაინც და მინდა და მეგრელი იყო და შენი დედა ვატირე და უყურებდა რა და იმან თქვა რომ très bien entre les georgiens რაღაცა და არიცის ამერე რომ დაადგინა მთელი გუნდი აგინა აი ეს იყო ჰობი მაგით გაერთო ხო გუნდი კიდე ერთმა ჩემო მეგობარმა მოყვა ეგეთი რამე ხაშურში რო იციან ეგეთ რაღაცებსაც აკეთებდნენ საფრანგეთში რა კუჭოში აი ხაშურში არ არსებობს იქით ქართულში რო არ ჩახვდი და რამე სიტყვა არ თქვა და ის არ გაგიმეორო აი მაგალითად ჩახვდი და თქვი სიტყვა და რა ვიცი რადიატორი და რადიატორი აი სულ აკეთებენ ცოცხი არც კიდევ წლები გავიდა და ამას მაინც აკეთებენ საფრანგეთში როგორ აკეთებდნენ მაგას რა, თუ არაფერს დაინახავდნენ ხოლმე რაღაცა ბიჭი და ის რა ქვია, გოგო თქვა კოცნის ერთმანეთთან რაღაცა ეგეთი და კოცანაობა! აბოიე! რაღაცა. ეს ვაკეთებდი ისეულს. შენ წერია მაგ ხო, ანუ რა დაახლოებით ეგ სიტუაციის. ნუ ესე არ მისულა შენი დედავატირე არ მისულა. მე ძალიან ესე შენი დედავატირე და წავა. შენსაც მაინც ამბობდი ყალსტავებდი. ხო, არა, უყვართ ხოლმე, როცა არ ესმის. ჩვენ რა ვიცი, რავი, უცხოეთში რო ჩავდივართ, შეიძლება ჩვენს ბეუნებიან რაღაცა სიტყვებსაც არ ვიცი. რა თქმა უნდა, დიდი შანსი. არა მგონი, არ ეტყობ. ასე არ გეტყვი. მაგენი. აი, შემთხვევით. კიდე. რა ქვია, აბა გავაგზავნოთ შემდეგი თემა. კარგი, გავაგზავნოთ. შემდეგი თემა უკვე მოდი ის ვქნათ, რა ქვია, ახალი ჩელენჯი მოვიფიქროთ. სანამ კიდე გადავიდეთ შემდეგი თემაზე. მოდი, სანამ გადავიდეთ შემდეგი თემაზე, ამაზე ადრესი მინდოდა გადაცემა გამეკეთებინა და ტყუილ არ ვახსენე ბექემი და ასე შემდეგ რა. რომ აი ეს აქცენტებზე როცა დაცინიან ხოლმე და როცა ამბობენ ისა მე ძალიან არ მოწონს იმიტომ რომ ინგლისში, გერმანიაში სადაც ბევრი კუთხეებია, აი გერმანიაში არის ბევრი ლანდი. იქ აბსოლუტურად სხვანაირად ლაპარაკობენ, იქ აბსოლუტურად სხვანაირად. ლივერპულელმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგოს მანჩესტერის. რა თქმა უნდა, იქაც იციან ხოლმე ერთმანეთზე ცოტა ისა დაციმა, მაგრამ ეს სიკეთით სამაგიეროდ ძალიან იამაყებათ რომ ამდენაერი დიალექტი არსებობს რა. და როდესაც Facebook-ზე ვხედავ ხოლმე და სულ ამაზე დაცინო მედის, ეგ ჩემი აზრით არასწორია და მე ამაზე გავაკეთოთ გადაცემა. და ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, ვისაც ამოყიატებული აქვს ამ დიალექტების დაცინვა და იმათ ხნა შეუსრულო რაღაცები. გეთანხმები. კაი, გავაგზავნოთ ახლა. კაი, გავაგზავნოთ, მოვიფიქროთ რაღაც ახალი ჩელენჯი. არ გინდა? კი, მინდა. შემდეგ გადაცემისთვის რომ მოგწეროს ძალიან ბევრმა, როგორც გწერენ. და ისე ვიხალისებთ მე დიდი მე. კი, ნამდვილად. მე და შენ და ხალხიც. მაგრამ ერთი წამი სანამ ჩელენჯზე გადავიდოდით რა. კითხვები. აბა მაინტერესებს ერთი რამე ანუ. რა ჩვენ ვილაპარაკეთ ამდენი ხანი რაღაცები ვილაპარაკეთ რავი თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ჯერ ესე დავსო ზოგადად რამე კითხვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით შეიძლება არა რაც ვილაპარაკეთ ან მაგალითად რაიმე უცნაური კომპლიმენტი თქვენ ხო არ გაგიგია თქვენ ცხოვრებაში ან ხომ არ ბიჭები არ გამოწყდებიან ახლა თქვიო და სულ ორი და გოგოს თქვათ არ ვთქვამს რაღაც ის უცნაური ძალიან ხო არ ვთქვათ შემთხვევით კომპლიმენტი თუ ვთქვათ ალბათ ვთქვათ Hello, are you interested? შენთვის უთქვას? კი, აი, შენ. ჩემს უთქვამ რალამაზი ფეხები გაქვს. ვა, აბა გაჩვენე. აი ესე. ადე. ესე გოგო მოვიდა და გითხრა რალამაზი ფეხები გაქვს, ხო? აბა მოდი ერთი წამოვიდა ხალხო. მოდი აბა. ხო, შემდეგში ვინც ფიქრობთ რომ თქვენი სახელი? გუგა. ვინც ფიქრობთ რომ გუგას აქვს ლამაზი ფეხები?
კინგ ბიჭი იყო დგით გოგო, მოგწერეთ. ვინც ფიქრობთ რომ ეს კომპლიმენტი იყო გადაჭარბებული, ხანდახან სიყვარული ბრმა, მაშინ ეგეც მოგწერეთ. გუგა ძალიან სასიამოვნოა. არა, გუგა არაჩვეულებრივი ფეხები გაქვს. ძალიან ლამაზ. ცოტა მოტრიალდი აბა? კი. საიდან ხوار გეცნობა? გეცნობა? მადლობა. ოჩარ მარი. ყაჩარია ვაში. რაღაც ნამეტანით ბევრი გეცნობა ბოლო დროს შემოგიდგა. არ ვიცი. ხოდა ის არა გქო. კიდე რაიმე კითხვა ხوار თან თუ კითხვა არა გაქვთ რაიმე თემა სხვა გვირჩევით რომელიც შემდეგ გადაცემაში შეგვიძლია გამეხილოთ. არის ეგეთი რამე რაზეც კი. რა უნდა უთხრათ უცხოელს? უცხოელს? უცხოელ. ხო, ეგ საინტერესოა და მე თქვენ თუ შეიძლება მითხრა. უცხოელს რა ვიცი, აი მე მგონია რომ ძალიან დაიღალნენ ალბათ მაგათ საერთოდ ეხერხებათ რომ არ შეიმჩნიონ რამე რა. უნდა დიპლომატიურები არიან. აი რომ მიდიხარ ახლა მე რამდენი ხარ წარმოიდგინე ალბათ როცა აქ დადის უცხოელი და რომ do you like ხაჭაპური? შემეზით ეგ არ მოხდა, იმიტომ რომ ალბათ იმდენი ეკითხება რომ კი. ჯობია რამე სხვა კითხო. ნუ ესე მრავალფეროვანებისთვის ერთხელ მაინც ხო შეიძლება გითხოთ რომ do you like შქმერული? ეს უკვე რაღაცა ორიგინალურთან ამიახლოვებულია. ან კიდევ შეიძლება რას არაჩვენებდი, ხო, რომ ჩამოყოს და ათვარიელებინებ რა ქალაქსან. მაგრამ პრინციპში რა ის თავარია ეს მაინც არ გააკეთო შენი დედა ვადირე. მეც ვინჩივი, აი მინიმუმ ეს მაინც არ იყოს რა. კაი. არის კიდე რაიმე ისეთი თემა, იმიტომ რომ ჩვენ აქტიურად მარენ თბილისობაზე მაგალითად არაფერი არ გახსენდებათ, რა ვიცი, ბავშვობად. საქართველოს და BMW ტროიკების თემა. აი როგორი იმით ხაი უცბად ისე რაღაცა მეგონა რომ უნდა გეთქვა თუ შეგიძლიათ შემდეგ გადაცემაში შეხოთ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობას ან საქართველოსა და შევალ თუ არა ევროკავშირში უცბად ეგეთი კითხვა მეგონა და არის ეგეთი თემატიკა საქართველოს და BMW X3 ხო? და დუტი პიცოდი. X მე რამდენი მითხარით? ტროიკა. ჩემს მაგაცოს ყველაზე მაგარი ტროიკა. ვიცოდე თუ მე მაგაზე მივალ ნახავ და ნახე დაველაპარაკო. არა, შევეხებით მათ თემას საერთოდ შეგვიძლია იცი რა გავაკეთოთ ერთ-ერთი ქვეთემა მაინც რო იყოს რა. კი, როგორ არა. ქართველი და მანქანა ზოგადად რა. ჩვენ რომელიღაც გადაცემაში მგონი ვახსენეთ ხო? ნომრები ვახსენეთ. ნომრები კი და ისა რაღაცა X5 რო ყავს და ეს ბენზინის ფული რო არ გადა პროფესორ წმინდა და ესე რომ ბედნიერი მიდიხარ სამსახურში. ის გალამაზებული რო დატოვა. ძალიან მაგარია. მოდი და გოგოს რო ეუნები რომ ემარიაჟები რომ რაღაცა რომ მე ხო X5 მყო სადა? სახში. მინდა განახო. შემაგიტოტო. კარგი, მოდი მოვიფიქროთ. თქვენ ხარ გაქვთ რამე ახალი ჩელენჯის იდეა? ეს იყო რაც გითხრეს, ასე, რას არ ეტყოდი უცხოელს, რა არ უნდა უთხრა. კიდე რა მაინტერესებს, დიდხანს აღარ შეგაყოვნებთ და რა მინდა ხა მე ხო ვამბობდი რომ რაღაცა ისეთი მაგალითები მოვიყვანეთ თბილისობაზე რომ აი მარიმაც არის და თქვენ შეგატყეთ რომ ის ადამიანი თოჯინას როჭდება და ეგ თქვენ არ გინახოთ. და ამ მაინტერესებს, აბა რასთან ასოცირდება თქვენთვის თბილისობა? საცობები ერთი ეს მაშინაც იყო მგონი თრალი გოგოები ჭამა აზე ხა თბილისობაზე რა ჯისი აქცენტის მრავალფეროვნება ხო ხვინის სუნი ჩურჩხელა ლუდი ხო კიდე ყლაპი კი, იყიდება ხოლმე, აი სპორტის ასაკში. მამალოები აღარ იყიდება? არა, რაღა დროის მამალოები. მე სადა ვარ, მაგრამ სათხარ შენ საერთოდ რა. ესე იგი, დიდი მადლობა გადაუხადოთ მარი. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ მოხვედით და ჩელენჯი გვაქვს შემდეგი გამოსაცხადები. ჯერ მადლობა მოუხადო და მადლობა რომ მოხვედით. ეხლა ჩელენჯი როგორი მოვიფიქრეთ ჩვენ? თუ არ მოგვიფიქრებთ ახლა მოვიფიქრეთ. ჩვენ გვქონდა იდეა რომ აი ყვითელ პრესას გვაქვს სხვადასხვა სტატიები და აი ამ სტატიის სათაურები ძალიან უცნაურად იკითხება ყოველდღე გამოიყურება და ჟღერს. გამახსენდა და დაახლოებით როგორია რაღაცნაირად რომ ვიგანიშნოთ დაახლოებით როგორი უნდა იყოს. აი მაგალითად არის ეგეთი სტატია მინახავს 25 რჩევა თუ როგორ არ დავიწყოთ სიარული ბალეტზე. არ ვიცი ეგეთი რამე რა სისულელია ვერ ხვდები. ან მაგალითად აი ეს არის ყველაზე პოპულარული ხო ძირითადად ეს ეგეთ ჟურნალებში ყვითელი პრესაში ხო რომ როგორ გადარჩა ბიჭოლა სავსე ქვევრში და აპირებს თუ არა ნინი ბადურაშვილი რომ მოიყვანოს მეორე
კიდე ერთხელ გათხოვდეს. აი კი კავშირში რო არა. ან ხო, კავშირშიც ხო არ არის და ისო ესე იწყება ხოლმე რა. რატომ გადაწყვიტა და როგორ რაღაცა, ერთი ცნობადის სახეს, მეორე ცნობადის სახეს. და კიდე ესეთი 25 რჩევები, რომელიც მიგაჩნიათ, რომ უცნაური არის. მოკლედ ნებისმიერი სათაური როგორ ის თან უნდა იყოს, თუ თქვენ ამას ჩათვლით, ეს არის უცნაური, ორიგინალური, მაშინ აუცილებლად გამოვაგზავნეთ მარი. უთხარისად ჩვენს გვერდზე კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს დაგვიმეგობრდით და მოგაწოდეთ იდეები და სხვა შორის ამ ყვითელ პრესაში ხშირად ვკითხულობ ხოლმე ანონიმურ წერილებს რომელსაც მე უკვე სტატიებად შლიან რა ხო გინახავს ეს რაღაც მაგალითად სათაურები იყო გუში ვკითხულობდი ანონიმურობა დაცულია ხოლმე კი ჩემი ცოლი გალუთდა და მე ამას ვერ ვაღიარებ. და იქ იყო მთელი ამ კაცის მოკეთ გულის ტკივილი. შხაპში ვტირი ვარ ხოლმე მაგრამ. ხო. ხო და მე ეჭვი მაქვს რომ მაგას იგონებენ. აი ჟურნალისტები რომლებიც ამას ან ჟურნალი რომელიც ამას გამოსცით დიდი ეჭვი მაქვს რომ იგონებენ. იმიტომ აი რატომ შეიძლება მოგინდეს გაგზავნო ესეთი რა დავწერო. რა დავწერო. ჩემი ცოლი ლოთია უცბად და გაიგოს. ხო არის მაგის ხო ხა ჰანტერ ტომსონები აქ არ მუშაობენ ჩვენ ჟურნალში ჩვენ ყველამ ვიცით ხო რა არის ჰანტერ ტომსონი მაგის რა არის ჰანტერ ტომსონი ვიღაცა ალბათ ძალიან მაგარი ჟურნალისტი არა ხო წერალი Fear and Lose in Las Vegas არ გახსოვთ კაი ნუ მოკლედ მართლა დიდი მადლობა თქვენ ვინც აქ ხართ და დიდი მადლობა ვინც ვიყურებთ ხოლმე უსასრულო წერტილი ჯიზე და ასევე დიდი მადლობა იმისათვის რომ აქტიურად ურთიერთობთ ჩვენთან და დიდი მადლობა იმისათვის რომ გაგვახალისებთ დღეს მე და მარი როდესაც თქვენ წერილებს კითხულობდით ცოტა ვერ ვიყავით ხასიათზე და მე ძალიან მაგარ ხასიათზე დავდექით მადლობა კოცნი თქვენს დიდი მადლობა ნახვამდის მადლობა ვიცნა გავაკეთე ჯემალ ბაღაშვილი გულამ ჯაში როსტიკა გირი ბერიკაშვილი ილია მანანა თოდა ბაღაშვილი ბოლოს არის ხო